სიახლე არის ჩინეთიდან, რომელიც არის ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, ესე ქვია, და მაგის შემთხვევები არის გაზრდილი ძალიან მნიშვნელოვნად ჩინეთში და ამიტომ ექცევა ესე დიდი ყურადღება. ოღონდ ეს ვირუსის ესეთი გავრცელებაა სიახლე, რომელიც ახლა ხდება, თორემ ეს ვირუსი არ არის ახალი, კაიხანი არსებობს, კაიხანი იწვევს ისედაც გაციების მაგვარ სიმპტომებს, იწყება ხველით, ცხვირიდან ჩამონადენით, ყელის ტკივილით, მსუბუქი სიცხე და ხველა ახასიათებს რამდენიმე დღის განმავლობაში, მერე შეიძლება დარჩეს ხველება, მაგრამ არა ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ახლა საშიში რა არის ხოლმე რომ თავარი რა კითხვას ვსვამენ რომ ან სიკვდილიანობა თუ ახასიათებს ან თუ ვინმე შეიძლება მოკლას ამ ვირუსმა კი ოღონდ 1%-ზე ნაკლებია ეს ბევრად ნაკლებია მოკლედ ვიდრე იყო COVID-19-ის შემთხვევაში შესაბამისად COVID-19-ს ვერ შევადარებთ სუსტია თავიდანვე სუსტია მოკლედ ახლა რამდენად შანსია რომ გავრცელდეს აქაც რა თქმა უნდა იქნება გავრცელებული იმიტომ რომ ისედაც სულ ცირკულირებს ეს ვირუსი სხვა ვირუსებთან ერთად გაციების გამოწვევი ვირუსია ერთ-ერთი და ბავშვებს შეიძლება გამოიწვიოს ბრონქიოლიტი მაგითია ცნობილი და შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ანთებაც თუმცა იშვიათად და უმეტესად ერჩის მოკლედ ადამიანებს რომელსაც იმუნიტეტი ძალიან დასუსტებული აქვს ან ბავშვებს